ცენტრი 211 ვარ, ნუცუბიძის მეოთხეში ნაპოვნია მამაკაცი უგონო მდგომარეობაში. ოქალაკე. გზატკეცილზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა მოხდა პატრულის თანამშრომლებზე. სავარაუდოდ მოკლულია 2 თანამშრომელი. დასწრებული ინფორმაციით მოკლულია პატრულის 2 თანამშრომელი და გაკაცებულია პატრულის ავტომანქანა Ismet. Alo. Kavşırı ararız. Doğru olun. Makana çıkamaz liyere bölüyor da sakın hep. გამარჯობა. რუსი ლეიტენანტი კუჭუხიძე. თქვენი საბუთები. რა მოხდა დავარღვია რა? თქვენი საბუთები თუ შეიძლება.
გამარჯობა. ლევანი გახლავართ ოქროპირიძე, ქალბატონ მარიამთან შეხვედრა მაგდანიშნო. ერთი წუთით. ქალბატონო მარიამ. თქვენთან ბატონი ლევან ოქროპირიძეა. შემოვიდეს. მობრძანდით. მოვძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. გაიცანით ჩვენი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ქალბატონი ელენე. ძალიან სასიამოვნო. ჩემთვისაც. მოვძანდით იქით, დავძანდით. ხოთ. დავძანდით. ეს თქვენი ალბათ. ელენე, ქალბატონო ელენე, ეს თქვენია? ეს ჩემია. თქვენ ჩაის მიირთმევთ თუ ყავას? არა, მე მადლობს მივირჩი უკვე. არ მინდა. კეთილი. ბატონ ლევან, ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია თქვენი აქ მოსვლა. მეც. ალბათ უკვე იცით რა საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდით. კი, მართლაც საშინელებაა, გეთანხმებით. იცით, ეს ამბავი რომ გავიგე, თავს არი დამეცა. ახაც ვერ მოვსულ ვარ გონს. იცით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა პიროვნება იყო ბატონი როლანდი. არა, რატომ ბევრი მსმენია მის შესახებ. სიკეთის განსახიერება. იცით, თავიდან ეს სკოლა რომ დაარსა, თავიდან მოგებას არ იძლეოდა. მაგრამ 4 წლის განმავლობაში თავისი საკუთარი ჯიბიდან ფარავდა ყველა ხარჯს. მერე თანდათან სკოლამაც დაიწყო შემოსავლის შემოტანა. საოცარი პიროვნება იყო. როგორ ესმოდა ჩვენი. ყველა პრობლემა გულთან ახლოს მიქონდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დროს მიწევს თქვენს სკოლაში სამუშაოს დაწყება. სხვათა შორის თქვენ სადამრიგებლო კლასშია მისი ბიჭი პაატა. ვიცი. ხომ წარმოგიდგენიათ ახლა რა დღეში იქნება? ბატონ ლევან, თქვენ საქართველოში დიდხანს არ იყავით, არა? არა. ნიუ-იორკში ვასწავლედი ქართულ სათვისტომო სკოლაში. ხომ იცით, მამაკაცი პედაგოგი დიდი იშვიათობაა. მეცაც გეტყვით, დეფიციტია. ამიტომ კიდევ უფრო მიხარია ჩვენთან რომ იწყებთ მუშაობას. მეც. თან ისეთი რეკომენდაციები მივიღე. ბატონ ლევან, სანამ პედაგოგებთან და კლასთან წარგადგენთ, ერთი რამ მინდა გითხრათ. ჩვენი სკოლა თავისი დემოკრატიულობით და სასწავლო პროგრამით დიდად უსწრებს სხვა სკოლებს. ვიცი. აქ სულ სხვა კონტინგენტი სწავლობს. იცით, ამ ბავშვების უმრავლესობას სოფლიო უკვე ნანახი აქვს. თქვენ ჩემგან ჭკუის სწავლება არ გჭირდებათ, მაგრამ ერთ რამეს მაინც გეტყვით. კი ბატონო. თავიდანვე თუ შეგატყვეს რომ უთმობთ, მერე თავს გავლენ. გავითვალისწინე, მადლობა. დიახ ბატონო რეზო. ეხლავე დაუძახე. დიახ. მოიცა, მოდი უკან. აჰა. აი ეს ზასაევს უნდა ვაჩვენოთ. მოემზადეთ ლომებო, საზასაოდ გელოდებიან.
დახურე ბიჭო კარები სანამ თავი მოგაყოლეს. აი 2 წუთში გაირკვევა ვის მოაყოლებენ და სად მოაყოლებენ თავს. გამომართვი ტიკ-ტაკი რა იცი რაში გამომართვი. გარდაცვლთა დოსეები მჭირდება სასწრაფოდ. ხო, ჩემებს გამოუშვებ ყველაზე მაგრებს. რომ თქვი ყველაზე მაგრებს მეთქი, იმედია თქვენ თავზე არ მიგიღიათ. განსაკუთრებით ჩემ გეხება ეგ ჩამოვეო. გაიგეთ ალბათ წუხელ რაც მოხდა. პატრულის ბიჭები იყვნენ. მაგ ამბის გაგრძელება თუ გაიგე? არა. შენ გაჩუმდი. მოკლედ ის მანქანა ვინც გაიტაცა და ბიჭები ჩახოცა, იმათმა მერე როლანდ კოკაია მოკლეს. ვინ? ბიზნესმენი კოკაია? არა, მე ეზოვე. გაჩუმდი მეთქი, ხო გითხარი? მოიხსენი სათვალე. იმავე ღამეს ელიტარული კოლეჯის 10 კლასელი მოწაფე მიიყვანეს საავადმყოფოში წვავე მოწამლით. ნეტა ეს ირაკლი დროზე ჩამენერგა ამ სკოლაში რა. ამ უბედურებას ხომ მაინც ავწდებოდით. მოკლედ, წახვალთ ახლა მორგში და შემთხვევის ადგილას საავადმყოფოში დაკითხავთ მშობლებს, სკოლაში თანაკლასელებს ბავშვების და მასწავლებლებს. წადით. გიორგი. შენი იმედი. გიორგი. სერიოზული ფაქტები მჭირდება.